ბასიანის წარმატებული ტურნე ამერიკაში 10 დღე და სხვადასხვა ქალაქებში გამართული 4 კონცერტი. ანსამბლის ამერიკული ტურნე კულტურის სამინისტროში შეაჯამეს. გასტროლის ფარგლებში 28-29 ოქტომბერს პირველად განხორციელდა ნოვატორული პროექტი შტატებში. მოღვაწე წარმატებულ პიანისტსა და კომპოზიტორის გიორგი მიქაძისა და ანსამბლ ბასიანის მონაწილეობით. კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტების მეშვეობით ჩვენ შევძლებთ რათა კიდევ უფრო მეტი ინტერესი გავაღვივოთ ქართული მუსიკის, ქართული სიმღერის მიმართ და ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. ამ შემთხვევაში უკვე ბასიანი მესამეჯერ იმყოფებოდა 6 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ძალიან დიდი და მასშტაბური ტურნეთი. ასევე ბასიანს ჰქონდა მეორე სულად განსხვავებული პროექტი გიორგი მიქაძესთან ერთად, რომელიც ფონდი ქართული გავლენის ხარდაჭერით განხორციელდა და ამ პროექტს ჩვენი საზოგადოება ძალიან მალე გაიცნობს და ნახავს.